ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი გულნარა ჯამაძე მერიის სოციალურ სამსახურს ბრალდებებს უყენებს. ჯამაძე ამტკიცებს, რომ მისი შვილი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მერიის სოციალური სამსახურის პროგრამაში გამიზნულად არ ჩასვეს. ყოველ წელს სარგებლობდით ჩვენ საგზურებით. წელს დავჭით პროგრამის გარეშე, ჩემი და ჩემი შვილის სახელი დაგვარით, გაიგზავნა იქ ვიღაც, რომ მივაკითხე მარგველაშვილს. ხან ვინც ასრულებდა ამ ფუნქციას, იმას მიმადენა არ არის ამ წუთში ურეკში არისო და ჩამოვა და გავარკვევთო. მე მითხრა წადი და მიჩვენა სადაც გინდაო. გულნარა ჯამაძე 40 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილს დაბადებიდან უვლის. ჯამაძე ამბობს, რომ შეშმო პირებისთვის განკუთვნილი პროგრამის მიღმა დარჩენა მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააუარესა. იმის გამო რომ ამისი ამხანაგები წავიდა, ბევრი და ეს დარჩა, იმხელა დეპრესია მიიღო, ძილის წამლები აქვს გამოწერილი. ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურში ჯამაძეების ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ. ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი ზურაბ მარგველაშვილი ირწმუნება, ჯამაძეები პროგრამაში ჩასმული იყვნენ, თუმცა მონაწილეობა მათივე სურვილით არ მიიღეს. გამოთქმული ის ბრალდება, რომ იგი არ დაკმაყოფილდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მისი მოთხოვნა დაკმაყოფილებული და ის რომ ვერ წავიდა, თუ არ წავიდა, თუ ვერ მოახერხა, ნუ რაღაცნაირად ახლა ჩვენი ბრალეულობა ამაში ნაკლებად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საზაფხულო დასვენების პროგრამას ქუთაისის მერია წლების მანძილზე ახორციელებს. მიმდინარე წელს ამავე პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 95,000 ლარი იყო განსაზღვრული.